კი ბატონო, ძალიან საინტერესო ადგილას გავჩერდით. მე ვამბობდი იმას, რომ ძალიან ხშირად მესმის სხვადასხვა ადამიანებისგან სამართალმემკვიდრეობა, სამართალი უნდა აღვადგინოთ, თუ სამართალმემკვიდრეობა უნდა აღვადგინოთ, ვერაფრით ვერ ვიგებ რა მემკვიდრეობაზეა ლაპარაკი. როგორც ჩვენგან გავიგეთ, ეს შეკითხვა არის შუა გზაზე მიტოვება საკითხის და უნდა ვიკითხოთ თურმე და ვეძებოთ ვის სამართალზეა ლაპარაკი. თურმე ძალიან ბევრნაირი სამართალი ყოფილა. ან მიმარყეთ, თუ შეიძლება უბრალოდ მაგალითი მითხარი, რომ გავიგო მეც, რაზე ლაპარაკობს ეს ხალხი. ანუ საბოლოო ჯამში ყველაფერს ესენი ისე გვეუბნებიან, რომ ჩვენი კონსტიტუციის სამართლით, მაგრამ შეიძლება იყოს ავადმყოფოში და გითხრან, რომ სამედიცინო ჩვენი სამართალია, ეს ჩვენი სამართლობის წესდება, გითხრან ეს ჩვენი სასწრაფოს წესდება, ან კიდე იყო ბანკში და გითხრან ეს ჩვენი საფინანსო სისტემა, ეს ჩვენი ეროვნული ბანკის გამოცემულია. იმას გულისხმობ, რომ შეიძლება სხვადასხვა კონკრეტული სამართალი წინააღმდეგობაშიც მოდიოდეს უმაღლეს სამართალთან კონსტიტუციასთან. დიახ, რა თქმა უნდა, ჯერ ერთი კი ცდილობენ ესენი ყოველთვის რაღაც დარეგულირებას და ერთი მასში შეყვანას, რომ გქონდეთ ნახე ოფისი რო შეიქმნა, ხო, იმიტომ აძლევენ პირდაპირ იურისტი უნდა ყავდეს და უნდა ყავდეს ბუღალტერი. ნუ ბუღალტერი აუცილებლად. იურისტს თვითონ მოგანიჭებენ, გაიგე? ისევე როგორც ბუღალტერიც მაგათია, ისევე როგორც იურისტი. საბოლოო ჯამში შენ გექმნება ისეთი ასოციაცია, რო თითქოს ილუზია, რო თითქოს შენ თავისუფალი მეწარმე ხდები, მაგრამ გაკონტროლებს შენი ბუღალტერი. იმას თავისი სამართალი აქვს ცალკე და ვერ გადაუხვევ ბუღალტერი, რასაც გეტყვი, ის უნდა გააკეთო. ის მისი სამართალია. იურისტებს, ანუ იურისტებიც რომელიც რამდენიმე სახის იურისტი შეიძლება დაგჭირდეს, ის ანუ იმას კლიენტურასთან მიმართებაში, იურისტის სამართალი სახელმწიფოსთან მიმართებაში, სამართალი საფინანსო სისტემასთან მიმართებაში, საბანკო სისტემასთან. კლიენტთა მომსახურების სამართალი კი სამართალი, რა ქვია, საერთაშორისო სამართალი, ქვეყნებს შორის სამართალი, ანუ ყველაფერს თავის სამართალი აქვს, საზღვაო, სამხედრო, ძირითადი ისინი ანუ იმას გულისხმობ, რომ ფინანსისტის და იურისტის მეშვეობით, აი ეს ორი უძლიერესი ბერკეტი, როგორც არის ფული, როგორც არის სამართლის დადგენის წესი, ეს ორივე მექანიზმი აქვს სისტემის ხელში ხარ ამ ორი დაახლოებით სწორად მეკითხები, მაგრამ მე კიდე სხვა საკითხია. ანუ ისე დაუბრუნდეთ ძირითად წესებს, ხო, რაც არ უნდა შეიქმნა საქმიანობა, ეს გეუბნება სისტემა, რომ შენ უნდა ყავდეს შენ სამართალზე უნდა იყო და შენი ფული უნდა ფინანსებზე, ანუ საკუთრება, მემკვიდრეობა და მართვის სამართალი, ხო, რითი იმართება მართვის წესი და კანონი, ანუ ვისი და რისი ეს კიდე უკვე სხვა ის არის, ხო? მაგრამ შეხედე, შენ თუ გინდა რომ გქონდეს საკუთარი სამართალი, ხო, არა გეტყვიან არაო. ჩვენო გვაქვსო ჩვენი წესები. გაიგეთ, ამას უნდა დაემორჩილო, მაგრამ შენეუბნე ვიცი რა, მე რაც მინდა გავაკეთო, ის არ არის თქვენს წესებში. და იმას კი არ გეუბნება, მე უნარო ვარ, რომ ის მოგცე რაც შენ მინდა. სადაც იტყვის რომ უნაროა, იმას მუქრება ლიკვიდაცია, ნუ გამუქნება. მაგრამ მასე არ გეუბნება, შენ გეუბნება, შენ უნდა დაიცვა ის, რაც მე ვარ, იმ წესებით უნდა იცხოვრო. და თუ ეტყვი რომ არ დავიცა? თუ ეტყვი რომ არ დაიცა, მაშინ შენ არ ხარ იმის სამართლიდან უნდა გამოხვიდე და შენი საკუთარი სამართალი უნდა შექმნა. საყამწოთა საქართველოს ჩვენი სამართალი გაგვაჩნია? აი შეხედე, მან ერთ მაგალითს მოვიყვარე. ჩვენი ეგრეთ წოდებული ძალიან ეროვნული ხალხისგან, რომელსაც უთხარი და შევეკითხე. სამართალმემკვიდრეობის აღდგენა, ხო? მაგი იყო შენი პირველი კითხვა. სამართალმემკვიდრეობა, ნუ კაი, ეს სახელმწიფო, შენი სახელმწიფო სამართალმემკვიდრეობაზე საუბარი, მე მოვედი ჩემი რა ქვია, ჩემი მემკვიდრეობის სამართალზე, სახალხო სამართალზე საუბარი. არაო, შენო სახალხო სამართალი ცალკე რომ სახელმწიფოს გარეშე იქნებიო? აბაო, სახელმწიფოში შედიხარო შენო, მითხარი მე სახელმწიფოში როგორ შევდივარ, რომელი სამართლით, მე ჯერ ეს კიდე უნდა დავაკონკრეტოთ, მაგრამ შენ თუ მეუბნები რომ ეს სახალხო სამართალი არა მაქვს, მაშინ ზვიადის მემკვიდრე როგორ ახარ გეუბნები, ხო? არა, ჩვენ ზვიადის მემკვიდრეები ვართ. ხარაშო, მაშინ მითხარი შენი ბეჭედი რა არის? მაჩვენებს მისი ბეჭედი, ეს არის წმინდა გიორგის ბეჭედი,
გარშემო 7 გერბი. 7 მნათობიანი სხივით რაღაც. ეს სახელმწიფო გერბი იყო ზვიადის. ეს იყო ზვიადის სახელმწიფო გერბი, მაგრამ აბა გაიხსენეთ ხალხის სახალხო სამართლის გერბი რა იყო? შეგიძლიათ გაიხსენოთ? წმინდა გიორგი არ იყო საქართველოს საქართველოს რესპუბლიკის გერბი? ნო. სახელმწიფო რესპუბლიკის გერბი, სახელმწიფო ოფისის გერბი არის წმინდა გიორგის გერბი. თავის 7 მნათობივით, მაგრამ სახალხოსი არ იყო, სახალხოს ჰქონდა ბორჯღალი პასპორტებზე და პირადობაზე. ჩვენი გერბი ჰქონდა. სახალხო სამართალი ცალკე იყო. ძალიან დიდი ბოდიში, მაშინ უნდა გამარკვიო თუ შეიძლება. როგორ შეიძლება არსებობდეს სახელმწიფო თავისი ხალხის გარეშე? ეს ორი სხვადასხვა სტრუქტურაა? არა. ხალხის ერთობა თავისთავად ქმნის სახელმწიფოს, არა? ნახე, როგორ რა თქმა უნდა, ხალხი ირჩევს სახელმწიფოს, მაგრამ ყველა სამსახურს ხო თავისი გერბი შეუძლია ჰქონდეს და თავის სამუშაო წესდება სამართალია. კონსტიტუცია რა არის? სახელმწიფო ოფისის სამუშაო წესდება. ქართულად გადავთარგმნოთ, კონსტიტუცია ქართული სიტყვებით სამუშაო წესდება, მაგრამ შენ იმას გულისხმობ, რომ სახელმწიფოს სათავეში მოსული სხვადასხვა ჯგუფი არის სხვადასხვა კაბინეტი, სხვადასხვა გუნდი ესე დავარქვათ, რომელსაც აქვს თავისი სიმბოლიკა, თავისი წესდება, მაგრამ ეს არ არის ხალხის და სახელმწიფოსი, არა? არა, ეს არის დროებითი სახელმწიფო, ხო, რომელსაც აქვს დროებითი რაღაც ლეგიტიმაციის დრო. რომელიც რაღაცა პერიოდი წარუძღვება ქვეყანას, მე შეიძლება შეიცვალოს რამე, გაუშვათ ეს ხალხი. რა თქმა უნდა, ანუ დროებითია მთავრობა, მას ვინც არის იმ დროს ის გერბი აქვს. ის ბეჭედი აქვს, ის სიმბოლიკა აქვს. მე მოვა სხვა სამთავრობას ავირჩიოთ, იმას შეუძლია სხვანაირი იმას. გულისხმობ იმას, რომ ზვიად გამსახურდიას დროს ეს ასე იყო, თქვა მთავრობა საკუთარი სიმბოლიკა ჰქონდა და როგორ ჩანს ჩვენ ფაქტები ხელში გვიჭირა, როგორ ჩანს ზვიად იმას გაითვალისწინეთ. ნახეთ, ესენი ამბობენ ჩვენ ვართ სამართალი მემკვიდრეებიო, ხო? ანუ სამართალი ესენიზე ლაპარაკია, ეხლა აღდგენილი მთავრობა. ზვიადის აღდგენილი მთავრობაზე იყოს თუ ზვიადისტებზე თუ რა ვიცი ახლა ვინ დაუძახ მან კიდევ ვერ დავაგდენ მე მგონი ვინ არის. მაგრამ საქმე ის არის რომ ცდილობენ აღადგინო, ხო? კაი, აღადგინეს ძალიან კარგი. მე მოხარული ვარ, მაგრამ მეც მივედი და თქვი რომ მოდი სახალხო სამართალიც აღვადგინო. მაგრამ ესენი მეუბნეა შევინახავ. კიო, გასაგები ჯერ მაშინ ესეთ შეკითხვა უნდა დავსვა. ბატონ ზვიად გამსახურდიას დროს რა სამართალი ქონდა საქართველოში? და სანამ ჩვენ მაშინ კონსტიტუცია ქონდა, ეს ფაქტია. კონსტიტუცია არის სახელმწიფო სამუშაო ოფისის სამუშაო წესდება. აი უყურე, მე ახალი სახელმწიფო რომ მოდის, ახალი არჩეული. თუ იგივე იმითი მოდის მორალით, ეთიკით და არ იცვლება მაგალითად კაპიტალისტურიდან, სოციალისტურიდან, შეიძლება ზალაში დარჩეს ძველი კაბინეტი. რაღაცა იმითი რა ქვია, მონარქიულზე. ანუ როდესაც იცვლება რაღაცა კარდინალური ცვლილება თუ მოდის, აუცილებლად გერბებიც იცვლება. და მისი კონსტიტუციური თუ შიდა სამუშაო წესდებაც იცვლება, ხო? იმიტომ რომ მისი იდეოლოგიაც შეიცვალა, რაღაცეები შეიცვალა, მაგრამ თუ სამართალ მემკვიდრეობა უნდა, ესე იგი ის მიყვება იმას, რაც მას ჰქონდა. დიდი ბოდიში, რამდენადაც მე ვიცი, ზვიად გამსახურდიას პერიოდში საქართველოს ჰქონდა ის კონსტიტუცია, ერთი კონსტიტუცია, დღევანდელი კონსტიტუცია განსხვავებულია მისგან, ხო? ყველაფერი. როდესაც ერთ-ერთი ინტერესთა ჯგუფი ლაპარაკობს, რომ სამართალ მემკვიდრე ვარ ზვიად გამსახურდიას კაბინეტისა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კონსტიტუციის შეცვლაზეა ლაპარაკი და დაბრუნებაზე იმ კონსტიტუციასთან, რომელიც ზვიად გამსახურდია მიიღო რომელ წელს? 91 წელს. კი ბატონო. ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ნატურალურ სამართალთან მიმართებაში, უკან გადადგმული თუ ნეიტრალური, თუ საერთოდ არაფერს არ შეცვლის ჩვენ ცხოვრებაში. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია თუ ზუსტად ისეთი იმეით გააკეთეს, რაც ზვიადი ჩადო. სახალხო სამართალი. სახალხო იმას გულისხმობ, რომ ზვიად გამსახურდიას კონსტიტუციაში ეწერა სახალხო სამართლის აქტი. დიახ, ეწერა, იმიტომ რომ ერი უზენაესია, ეწერა, ერია უზენაესი და არა კონსტიტუცია უზენაესი. და არა ვთქვათ მე ან ჩემი მთავრობა. არა. დიახ. ერის უზენაესობა რას ნიშნავს? აი ეგ არის, ერი არასოდეს არ გადადის თავისი კულტურითა და ჩვეულებებითა და ადათ-წესებით და სახალხო სამართალი არის ერის მორალზე აგებული. და სხვათა შორის ერი არასოდეს არ გაასხვისებს თავის ქონებას. ის ისეთივე განუყოფელი ნაწილია. ჩემი მიწა, ჩემი მთა, ჩემი წყალი, განუყოფელი ნაწილია ქართველი ერის სანამ იარსებებს ამ ტერიტორიაზე. დიახ. შესაბამისად, ერის უზენაესობა ნიშნავს თუ არა იმას, რომ ქართველების ისტორიული ქონება გაყიდვას გასხვისებას არ ექვემდებარება. არ ექვემდებარება, მართალია ნიშნავს, მართალია. შესაბამისად, თუ ჩვენ დავბრუნდებით ზვიად გამსახურდიას კონსტიტუციასთან,
ეს ნიშნავს იმას, რომ მოხდება ერის უზენაესობის პრინციპის აღიარება და დაკანონება. იმის და მიხედვით თუ ესენი არაფერს არ შეცვლიან იმაში შიგნით. და როცა სამართალ მემკვიდრეობას იძახიან, გულისხმობენ არ შეცვლიან, ხო? არ ვიცი, ჯერ არ ვიცი, მაგრამ შეცვლიან თუ არ შეცვლიან, მაგრამ პირველი 2-3 გამოსვლა თუ რაღაცა პატარა ესეთი ნიმუშები დგას და ძალიან შეუსაბამობაშია ის რაც ზიადინ ჩადოთავდა. ანუ თქვათ სანამ კარგად არ შევიხედავთ, შეიძლება გქონდეს გონივრული ეჭვი იმის თაობაზე, რომ სამართალ მემკვიდრეობა არის ფუჭი სიტყვა და შეიძლება სულაც არ დაუბრუნდეთ ზვიად გამსახურდეს თუ გინდათ მივიდეთ და იმას პირდაპირ ინტერვიუ მოვთხოვოთ და დავაკონკრეტებინოთ უზენაეს მთავრობა ვინც მოვიდა, ვინ არიან? ლაპარაკია, როგორც მე ვიცი, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულება ბატონ გივი აფსანძის მთავრობაზე. აფსანძის მთავრობა. გურამ აფსანძის მთავრობა. გურამ აფსანძის მთავრობა არის იქ პრემიერის მოვალეობის მოადგილე ჩუხუა. მე მგონი ეგენი ყველა სხვადასხვა ენაზე საუბრობენ. მე ჯერ ვერ ვნახე რომ ერთ ენაზე საუბრობენ. რამდენადაც გაჟღერდა ინფორმაცია 2026 წლის 9 აპრილს სამთავრობამ უნდა ჩაატაროს არჩევნები საქართველოში. ეს არის მათი გეგმა, ხო? საბოლოო ჯამში როგორი მთავრობაც არ უნდა აღსდგეს, ხო, ის აუცილებლად ჯერ არის დროებითი, სანამ ისევ ხალხი არ მისცემს მას ლეგიტიმაციას არჩევნებში. ეს უნდა იყოს უკვე სახალხო ყრილობა, სახალხო არჩევნები და არა საპარტიო. მაპატიეთ, მაგრამ მე როგორც საქართველოს მემკვიდრეს თუ მეკითხებით 9 აპრილს თუ როცა უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები, ხო? მე მაინტერესებს რას უნდა მივცე ხმა, იმის წინააღმდეგ უნდა წავიდე. ერის უზენაესობის პრინციპი ძალიან ახლოა ჩემთვის, ის პრინციპები, რომლებზეც ვისაუბრეთ, ჩემთვის ძალიან მისაღებია, მე ამას ჩემთვის მივცემდი. მაგრამ მინდა მოვისმინო სამართალ უნდა მისცე. ამას უნდა დაუჭირო. ამას არ ირჩევ. ნახე, იურიდიული განსხვავებებია, ყველა სიტყვას აქვს თავისი წესი. შენ თუ ხმას აძლევ, შენ უფლება ჩამორთმეული ხარ, სანამ მეორე მთავრობა არ მოვა. მაგრამ თუ მხარს დაუჭერ, მაშინ შენ მისი თანამონაწილე, თანამოაზრე, თანამესაკუთრე, ამხელა სხვა. აბა, ძალიან დიდი სხვაობა, თანამოაზრე და მესაკუთრე და პარტნიორი ხარ. და შენ ხმის მიმცემის ხარამეს ხმას რო გადასცემ, შენ ხმას ჩამოგერტყვა. ანუ მე ვკარგავ უკვე ხმის უფლებას, მანამ სანამ ამას არ დამიბრუნებს ვინმე? აი ნახე, მაგალითად, როგორ შეიძლება მაშინ უზენაესმა ერმა ხმა მისცეს ვინმეს ან რამეს? აბა, ეს თავისთავად წინააღმდეგ აუცილებლად. მაგალითს გეტყვი ძალიან მარტივს. როდესაც შენ ადვოკატს აიყვან, ხო? ის ხდება შენი რწმუნებული, შენს მაგივრად იმან უნდა ილაპარაკო, შენ აღარ აგახო. სანამ უსამართლეა შეგეკითხება. თამარ, სწორად გავიგე, რომ ნატურალური პრინციპით დაწყობილ თუ დალაგებულ სასამართლოში, მაშინ ადვოკატის პრინციპი საერთოდ ვერ იმოქმედებს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ადვოკატი ეს შეურაცხყოფა ადამიანისა. ნახე, აი, უყურე როგორი განსხვავება ნორმალურ ადვოკატთან, ნატურალურ სამართლით რომ არსებობს იურისტი და რო არსებობს სისტემური იურისტი. სისტემური იურისტი არის იმ სისტემის და სამართლის კონსტიტუციის დამცველი და ნატურალური სამართლის იურისტი არის ბუნებითი სამართლის და დამცველი და შენი ინტერესების გამტარებელი და არა იმისი სამართლის ინტერესების გამტარებელი. კი ბატონო, ანუ დაუბრუნდეთ ისევ სამართალ მემკვიდრეობის საკითხს. რაღაც კაი მაგალითის მოყვანას აპირებდი და მგონი დაგვაწყდა თუ არა? არა, ბეჭედის მაგალითი. ეგ იყო იდეალური მაგალითი, რომ ვერ გვითხრეს ჩვენ, რომ რატომ ქონდა თუ სახალხო სამართალი და ქართული სამართალი და ეროვნული სამართალი არ არსებობდა. რატომ ქონდა მაშინ ხალხს სხვა ის რა ქვია ბორჯღალი პასპორტებზე ერთს და იმას ქონდა სახელმწიფოს ქონდა სხვა გერბი. იცი რა, მაპატია, მაგრამ ჩემი აზრით ეს ნიშნავს იმას, რომ თვითონ სახელმწიფო კაბინეტს და მინისტრთა კაბინეტს არ აქვს გააზრებული ეს სხვაობა. რას ნიშნავს ეს უზენაესობა და რას ნიშნავს მათი იმსახურება? ნუ ან არ აქვს გააზრებული, ან არ უნდა რომ ხალხმა დაიბრუნოს უზენაესობა და სინამდვილეში სხვა აქ მიზნად თუ როგორ არის საქმე არიცია? მაშინ ზედმეტია ყოველგვარ სამართალ მემკვიდრეობაზე ლაპარაკი, ყოველ შემთხვევაში ზვიად გამსახურდია დროინდელი საქართველოს სამართალ მემკვიდრეების ესე ვერ გავხდებით, ხო? კიდევ იმას გავიმეორებ, რისი და მისი სამართლის მემკვიდრეობაზე საუბარი. კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ხო იმაზე ვისაუბრეთ, რომ ზვიად გამსახურდიას დროინდელ კონსტიტუციაში არსებობს ერის უზენაესობის პრინციპი და ერთმანეთისგან არის გამიჯნული უზენაესი ერი, რომელიც მარადიულია, რომლის ქონება, გასხვისებას არ ექვემდებარება, რომელიც ბუნებითი სამართლით ცხოვრობს
და მიმსვლელი და მომსვლელი სახელმწიფო აპარატი, რომელიც ცვლილებას ექვემდებარება და შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ წამში. თურმე რომლისთვის ხმის მიცემაც არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის არასწორი ტერმინი, ხო? დიახ. რომელსაც არასწორი ტერმინი არა, არასწორი იურიდიული აქტი. გასაგებია. არასწორი იურიდიული აქტი. ჩვენ ძალიან ბევრი რაღაცებში გვატყვები, ნახე, მაშინ მქონდა გარდა იმისა, რომ ერი უზენაესი იყო, ერი იყო მესაკუთრი საკუთარი მიწაწვლის. ამისი ფაქტიც გვაქვს. რომელია? რომელი ფაქტი? ჩვენ მაშინ ფულზე ბორჯღალი გვეხატა და არა სახელმწიფო გერბი. ვაიმე, კიდე ერთხელ დღეს რა ვიხატებ? დღეს არა, იმ მაშინდელი გავიხსენებთ. უყურე, სახელმწიფო გერბი არის გიორგი გამსახურდია დროს გაჩნდა ფული, რომელსაც მე ლარი ხო მართალია? მანამდე ჩვენ ესეთ ფული არ გვქონდა. დიახ. და რა იყო ლარზე გამოხატული? ბორჯღალი. არ მომწონს. ბორჯღალი. მოიცა, აი თქვა თამარ მეფე, შოთა რუსთავი არ იყო? ბორჯღალი იყო ბზე. და ეს იყო სიმბოლო იმისა, რომ ეს ეს ხალხის არის საკუთრება ამ იყო. ხალხის საკუთრება. ფული. ეროვნული ფული იყო, ერის საკუთრება იყო, იმიტომ რომ ერში ჩვენ გერბი გქონდა ბორჯღალი, პირადობებზე და პასპორტებზე. გასაგებია. ფულსაც გქონდა ბორჯღალი. რატო არ გქონდა მაშინ ფულზე გიორგის გერბი თავისი 7 იმით? ეროვნული ბანკისა და ვალუტის საკითხები შეგიძლია განვიმარტო. თუმცა ერი უზენაესია, მას რა თქმა უნდა, ესე იგი თავისი ქონების შესანახად ჭირდება ისეთი დაწესებულება, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, რომელიც დღეს არ არის ჩვენი. თუმცა, არა, ხაზინა ეს უბრალოდ ის არის. მე რა მახსოვს, იცი რომ ეროვნული, ფულზე იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა. ეს სწორია თუ არა სწორია? მაშინდელზე? დიახ, გონი მაშინდელზე იყო, არა? არ მახსოვს, იმართლე გითხრა, მაგრამ რისი გაცემულია იქნებოდა, კი. ანუ ეროვნული ბანკი ფლობს როგორ განკარგავს თუ მოულავია ჩვენი. მოდი გავიხსენოთ ძველი ამბები. ჩამოვედი მე 2019 წელს. დიახ. ну მაშინ ესეთი სიტუაცია კოვიდი უცებ ხო იცი მაშინ ესეთი უცებ ჟურნალისტიკას მივარდი მე აგერ სისტემაში არ ვარ საერთოდ არც მოქალაქეობაზე საერთოდ არ ვარსებობ მაგრამ მე მივყვები იმას როგორ დავიბრუნო ჩემი ის რა ქვია რომ ვარსებობ ანუ იურიდიული ფაქტორი აქტი რომ მე ვარსებობ ხო და ესენი უარს მეუბნებიან არა ხალბატონო ეგრე არ არსებობ მეუბნება რომ შენო უნდა ჩაეწერო ვინმესთან მე ხარ ჯერ როგორია ხალბატონო რაღაცთან მე ადამიანური ნახე უყურე ნატურალური ბუნებრივი ჩემი საკუთარი ჩვევებით გაგებით აღქმით ვიძახის ხის სახში რატო უნდა ჩავეწერო ხალბატონო არ უნდა ჩაეწერო რა მინდა სხვასთან რამე საქმეა რატო უნდა ჩავეწერო დროებით ჩამწერე შენ შეისახლე არა გა ხო, ну, ჩემს სახში რო არ წერენ და გაყიდული ეს ხმამბავია, მაგრამ მიწაც არის, მიწაზე დამწერე. არა, ხალბატონო, მიწაზე ჩაწერა არ შეიძლება. რატო სახლი არ დგას მეუბნება? ну, კაი, მე ვიფიქრე, რომ სახლი არ დგას. თურმე რაშია საქმე? მიწაზე საერთოდ არ მოგწეს. მიწის საკუთრების უფლება ჩამორთმეული გვაქვს და ამიტომ მაშინ ჩაწერის უფლება გქონდა და ეხლა გარეგისტრირებენ სახლში. განსხვავება უკვე ჩაწერილი, დაწერილი ნიშნავს მესაკუთრე, მაგრამ დარეგისტრირებული არის დროებითი პასაჟირი, ქართულად როგორ პასაჟირი, გზავრი. დროებითი მგზავრი, გამვლელი. იცი რა მაინტერესებს? ციფრინაში რეგისტრირდები, გემზე რეგისტრირდები, სადღაც რეგისტრირდები. ხო, აწერტილიდან ბეწერტილში მივედი. ხო, ეს რეგისტრაცია, ეს არის დროებითი გამვლელი, მაგრამ ჩაწერილი ის არის მუდმივი მკვიდრი. დიდი ბოდიში, რომელ წლამდე ვიყავით ქართველები ჩაწერილი ჩვენ მიწაზე და როდის განხორციელდა ეს სული? რა გითხრათ? წარმოდგენა არა, მაგ წავედი მე 2005-ში, ჩამოვედი 2019-ში. როდის მოხდა ეს არეულობა, რა გითხრა, აბა? ანუ დღეს ჩვენ ყველანი ვართ რეგისტრირებული ჩვენ მიწაზე? არა, მიწაზე არა. მიწაზე რეგისტრაციის უფლება სახლში და მე შენობაში. რაიმე შენობაში ხარ რეგისტრირებული? ჩაწერილი სადა ვარ? არსად. მაგრამ იყო დრო როცა ჩაწერილი ვიყავი. ჩაწერილი იყავი, არსებობდა საოჯახო წიგნი და არსებობდა საუბნო წიგნი, რომელიც იდა საბჭოში. და როცა ჩაწერილი ვიყავი, მაშინ ჩაწერილი ვიყავი მიწაზე თუ შენობაში? მიწაზე. მაშინ ვიყავი მიწის მესაკუთრე? კი, მაშინ ვიყავი მასემდგომი შენობის მესაკუთრე? დიახ, მაგრამ უყურე ამათ არც ეს აცალეს და ხე საბჭოთა კავშირი მე როგორც განმიმართეს, ანუ კომუნისტებმაც ასე შეპირდნენ, რომ მოდიოდნენ წითლები, გააკულაკეს უყველა და ჩვენ გლეხებს დაუბრუნებთ, მაგრამ გლეხებს სარგებლობაში გადასცეს. მაგრამ მიწაზე მაინც ჩაწერეს.
ანუ სახლის ოჯახის წიგნი არსებობდა, სადაც შეგეწერეთ, თუმცა საკუთრებაში, სარგებლობაში. რა ქონდათ სარგებლობაში იმას მაინც ჩანდა. ყველაფერს დეტალურად უღწერავდნენ, მაგრამ ჩაწერილი იყო ის და ეწერა ქართველი, ეწერა წარმოშობა, წარმომავლობა, დედა-მამა, მესიგი მესაკუთრეობაც ეწერა. წარმოშობაც ეწერა, მოქალაქეობაც ეწერა. შენ რას ამბობ, რომ აი ამ დოკუმენტში ეს სიტყვები ეწერება თუ არ ეწერება, ამით რამე შეიცვლება. მე ხო ისევ ქართველად დავრჩები, ჩემი სახლიდან ვერავინ ვერ გამაგდებს. ამას აქვს მნიშვნელობა? გააჩნია ვისი სამართლი. ანუ თუ შენ მიადგები ახლა სისტემა, რომელიც განკარგავს, დღესაც არ აინტერესებს იმას, არჩენის საფუძვი ჭირდება. ხო, არჩენის საფუძვი აღარ ესაჭიროება, არჩენი პირადობა, არჩენი პასპორტი. პირადი ნომერი მითხარი, დამთავრდა, იმან იცის უკვე ყველაფერი შენზე. მაგრამ შენ რა იცი, შენ რა გიწერია იმ პირად ნომერზე? მაშინ შენი საფუძვები შენ ადგენდი, შენ გეჭირა ხელში. შენში წაკითხვა შეგეძლო, გადახედავდი და შენ რად იყავი და ვინად იყავი წარდგენილი. ხედავდი შენი მემკვიდრეობასაც და შენ შინაურობასაც და ყველაფერს. მოდი ახლა ესეთ მარტივ ჩემ პირად მაგალითს მოვიტან. მე სახლში მაქვს ჩემი ორი დაბადების მოწმობა. ერთი გასცე 1986 წელს საბჭოთა კავშირში. მაშინ წერია ჩემი მამის გვარი, სახელი, მისი მამის სახელი, მისი ეროვნება, იგივე ეხება დედას, დედის გვარი, მისი სახელი, მისი მამის სახელი, რომ დედა ჩემი ქართველია და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. დაბადების ადგილი კი, ჩემი დაბადების ჩემზე ხო ყველაფერი წერია და წერი. მოხდა ისე, რომ 2016 წელს სისტემამ შემოგთავაზა თანამედროვე ყაიდის დოკუმენტს მოგცემთ. ნუ ეხა არ მივეცი ამას დიდი მნიშვნელობა, ავიღე თანამედროვე ყაიდის დოკუმენტი, მგონი მჭირდებოდა რაღაც უცხოეთის საბუთებზე თუ რაღაცაზე და დღეს როცა უკვირდები, ხედავ რომ იქ აღარ არის მამაჩემის მამის სახელი. არ წერია მამაჩემი რომ ეროვნებით ქართველია. იგივე ეხება დედას. არც მოქალაქეობა უწევს. რა თქმა უნდა და მოქალაქეობის გრაფა ყველგან ცარიელია. ნუ მე მეგონა რომ უბრალოდ ერთი ფორმატი შეიცვალა მეორე ფორმატით, მაგრამ შენ მეუბნები რომ ამავე დროს ბევრი რამე შეიცვალა იურიდიულად და ამას აქვს ჩემზე შედეგები. აბა, მაშინდელი მოქალაქეები რატომ წაშალეს როგორც მოქალაქეებად? იმიტომ რომ დღევანდელ მთავრობის ხელში გადადის თუ ის ხელში გადადის ჩვენი ქონება, ანუ კაპიტალი, საქართველოს კაპიტალი, იმას რომ მოქალაქე აღარ უწერია შენი მშობლების კაპიტალს, შენ ვეღარ მიიღო. ანუ ფაქტიურად, ისე რომ მე ვერც კი გავიაზრე, მე მეგონა რომ რაღაცა დოკუმენტი გავაახლე, თანამედროვეობას ფეხი ავუწყვე, ამ დროს გამქურდეს და რაღაც ქონებაზე უფლებები ჩამომართვეს იურიდიულად, ამას მეუბნები? დიახ. ძალიან ცუდი. ნუ, ცუდია, ისი რა არის? უკაცრავად, მაგრამ აი თქვა შენაირი ადამიანის მეშვეობით სიტყვაზე, მე გავიგე, რომ ესეთი უფლებების მფლობელი ვარ. არა მარტო მფლობელი ვარ, მოხდა ისე რომ ძველი დაბადების მოწმობა დედაჩემმა არ გადაარდო. მოდი კიდე სხვა რამის გეტყვი. ეხა შენის მითხარი, ჩემი უფლებები სად და როგორ დავიბრუნო, სად გავასაჩირო და მაქვს თუ არა ამ შანსი? შენ ყველანაირ დოკუმენტს. კარგი. თავი დაანებე. კარგი. შენ გაქვს საკუთარი გონი, მაქვს. განჯის უნარი, აღქმის უნარი, საქმის უნარი. კი. ვინ უნდა გაგითხრა შენ რა ვინ ხარ კაცო? არც არავინ ეს მე ვიცოდი, ამიტომ არ მივეცე ამ ფუნქციებს არანაირი მნიშვნელობა. არც არასოდეს არ აქვს მნიშვნელობა. ვინც არ უნდა გასცეს. უყურე, დოკუმენტი არის მისი, ვინც გასცეს. იცი რა? არ არის. ერთი პერიოდი პასპორტი რო გიდგავია ხელში იმას არ აწერია ელენე გაბედავას საკუთრება, იმას აწერია სახელმწიფო საკუთრება. კი ბატონო, აი და ზუსტად რაღაცნაირად ინტუიციით მე მაგას გრძნობდი. დიდი ხნის წინ რო იყო აჟიოტაჟი, რომ ქართველობა დაგვაკარგინეს, ამოგვიღეს. ნუ მე გავიგონე ესეთი რამე, შენ რაღაც დაწერ, თუ რას დაწერ და რას წაიკითხავ, არა აქვს მნიშვნელობა, მე რო ქართველი ვარ, აგერ სახეზე მაწერია. ამიტომ მე დამშვიდდი და ამ პროტესტს შინაგანად არ შევუერთდი, იმიტომ რომ ვიდი რომ აი შემომხედე ერთი კარგად და მაწერია სახეზე ქართველი ვარ თუ აფრიკელი თუ ვიღაც. ამიტომ დოკუმენტს არ ვაძლევდი ძალიან დიდ მნიშვნელობას, მაგრამ შენ მეუბნები რომ იურიდიულად ძალიანაც აქვს ამას მნიშვნელობა და შედეგები შეიძლება დადგეს. იცი სადა აქვს მნიშვნელობა? სად? იქ სადაც შენ სამ მემკვიდრეობაზე გინდა ბანკში რო შეხვალ და არ გაძლევ შენ საკუთარ ლარს. აპატია, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აბა. მე სახეზე მაწერია, ვის გავარ და ვისი შვილი ვარ, მაგრამ ამავე დროს მე ჩემი რესურსი მინდა. მე ვარ ყველას ვამოწმებ და მეუბნები, აი ბანკირია, ოპერატორია, ვინმეა, მეუბნები, ვისია ეს ლარი? არ ვიცი ქალბატონო მეუბნები. რას ნიშნავს არ ვიცი? ლარი არის ქართველების, ლარი არის საქართველოს სახელმწიფო. არა, არც მაგას არ მეუბნები. აბა ვისი შეიძლება არ ვიციო იყოს? მაგას მეუბნები. საქმეც ეგ არის. თავარია რომ მაგის კითხვა არ დასვა.
თორე ის თუ დააკონკრეტესო, თუ თქვა და თუ აღიარა რომ ჩემია, დიახ. მაშინ დავაი ომი, შენი როგორ არის, მაშინ ჩემი სად არის? კარგი შეკითხვა. ჩვენ საუბარი შევაჩერეთ იმაზე, რომ ეროვნული ბანკი არის ადგილი, სადაც არის ჩვენი ფული. დროებით ან მუდმივად ან კაპიტალი. ასეა თუ არ არის ასე? ნუ ეს არის მთავარი ბუღალტრული წერტილი, ხო, ჩვენი საქართველოს. უკაცრავად, მაგრამ მე ეროვნულ ბანკში ჯერ უნდა შევიტანო ფული და მე უნდა გამოვიტანო, ხო ასეა? შენ ხო არ ბეჭდავ ფულს, საიდან შეიტანო? აბა როგორ გამიჩნდება ეროვნულ ბანკში ფული თუ როგორ არის? ის ფულს ვინც ბეჭდავს, დიახ. ის ვინად აცხადებს თავს, იმ ფულის მესაკუთრედ თუ შენ ახარ მისი მესაკუთრე? ჯერ ეს გავარკვიო. მე კაი შეკითხვა და როგორ არის ნატურალური სამართლით არ ნატურალური სამართლი. აქამდე მეუბნებოდნენ რომ ვიღაცა ბეჭდავს ფულს და მე უნდა გამოვიმუშაო ეს ფული, თორე ის ვერ არა შემოგევლე. აბა ის ხომ არის კაპიტალზე მიბმული ის ფული, ჰაერიდან ხო არ იბეჭდება. ესეთი გეუბნებიან ოქროზეა მიბმული, არა ნენაცვალე, ეს არის კაპიტალზე, სახელმწიფო კაპიტალზე მთლიანად ოქროიან, მიწიან, წყლიან, ყველაფრიანად არის მიბმული სახელმწიფო კაპიტალზე. და ამით რა მესადავარ მე ხო ვისია მე ეს კაპიტალი მაშინ. ნუ ახლა საქართველოს მემკვიდრე ვარ ჩემია. ანუ თუ საქართველოს როგორც მემკვიდრე კაპიტალი შენია, მაშინ ის ლარის მესაკუთრე ვინ არის? მე ხო ნუ მაშინ მაგრამ არ არის ეს ლარი ჩემ ჯიბეში და რა გავაკეთო? აი მაგას ვიძახი. ანუ თუ ეს ლარი ჩემია, შენ მე დამისაბუთე რომ ეს ჩემია, თუ არა და დაასაბუთე რომ შენია. ამ შეკითხვებით ვის უნდა მივმართო ეროვნულ ბანკს? ეროვნულ ბანკს. ან უნდა დავასაბუთო რომ ჩემია, ან ეროვნულმა ბანკმა უნდა დამისაბუთოს რომ ეს ფული მისია? რა თქმა უნდა. როგორ ფიქრობ დაასაბუთებს ეროვნული ბანკი რომ ფული მისია? დაასაბუთებს სწორი სიტყვა არა. აბა დაგიდასტურებს, თქო? დამიდასტურებს რომ მისია? საბუთი არ არის მთავარი, ეს იცოდე. საბუთი მხოლოდ არის რეალობის აღქმქველი რაღაცა აქტიურად დაწერილი. რეალობაში ეს გვაქვს, მოდი დავწეროთ ეს წერილობა. კი ბატონო, მაგრამ აი ნახე, სულ ამჭირდება ეროვნულ ბანკთან მისვლა, ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, უკვე დაუდასტურე მე ჩემ თავს, რომ ჩემი ქვეყნის, როგორც ჩემი ქვეყნის მემკვიდრეს, მე მეკუთვნის ამ ქვეყნის კაპიტალის ფიზიკური გამოხატულება, ანუ ფული. შემიძლია მივიდე საქართველოს ბანკში ჩემი ფული მოვითხოვო? ანუ დიახ. ჩვენ მე რამდენიმე ადამიანმა უკვე განვაცხადეთ ჩვენ Yeah. მივმართეთ ეროვნულ ბანკს, გამოვუცხადეთ პრეტენზია როგორც კრედიტორებმა, ანუ მესაკუთრეებმა, რომ ჩვენ საკუთარი ფული მოგვეცით ჩვენი ფული. და სად არის ეს ფული? ჯერ პასუხი არ მიგვიღია. რა საინტერესო, ხო გვაცნობებთ ამ პასუხის რა შესახებ? თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი, და უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენ ფინანსური ბერკეტი თქვენ ხელში იქნება. ყველას აქვს არსებობის უფლება. ჩემ სიცოცხლეს თუ ფულის ქონა განსაზღვრავს, განსაზღვრავს კი ნამდვილად. დაბადებიდან აქვს ადამიანს ხარჯი, ვერ ვიარსებებ სხვანაირად. დაბადებიდან აქვს ადამიანს ხარჯი და დაბადებულ ადამიანს არანაირი უნარი არ აქვს თავის საკუთარი თავის რჩენის. ეს მართალია, მაგრამ მისმა მშობლებმა არ უნდა უზრუნველყო? არა, მშობლების ზრუნვა ერთია, მაგრამ კაპიტალი მასაც ეკუთვნის. კი, ლოგიკურია. გასაგები. ესე იგი, ქალბატონებო, ჩვენ ვართ იმ ისტორიულ მომენტში, როცა საქართველოს მემკვიდრეებმა შეიძლება უკვე რეალურად დავებრუნოთ ჩვენი მემკვიდრეობა რამდენიმე დღეში. არ ვიცი, ნახოთ როგორ აღვიქვავენ ჩვენ გვაღიარებს ერად თუ არა დღეს როგორი სიტუაცია. ამათ სულ ყველა მოქალაქე გაგხადეს მოქალაქეები, ანუ სახელმწიფო დაქვემდებარებაში ხმა ჩამოგვართეს არჩევნები, ვინ სად ითხოვს, მადლობა ჩემზე უარი რო თქვენს ჩემს მოქალაქეობაზე. თავისთავად კანონგარუში. თვითონ თქვენს ჩემზე უარი, პაჟალსტა თქვენ ვიყავი შენთვის სადაც ხარ ვიღაცა მთავრობა, მაგრამ ჩემი სად არის ჩემი კაპიტალი? ჩვენზე მეტი უზენაესი და მესაკუთრე მე ვარ, შენ როგორც მთავრობა ოფისი ხარ და შენი არსებობა არის რაღაცა დღეები, წლები და მე ვარ სამუდამო. ნარადიული. იმიტომ რომ როც გარდავიცვალო, ჩემს საფალსაც ჭირდება თავის ხარჯი და მიწეთ ჩემი საკუთრება იქ სადაც უნდა დამმართო. მარადიული. ხო, მაგრამ ამ წუთას ჩვენ მაგმიწაში ფულს ვიხდით და ქირას და ასე შემდეგ. არ არის სწორი. რაღაცა შეკითხვა მომაფიქრდა და ესე იგი ნახე როგორც მემკვიდრე მიიღებ შენს მემკვიდრეობას და კიდე მეორე ბერკეტი არსებობს, რომელსაც სამართალი ქვია. როგორც მემკვიდრე უნდა ადგეს.
აღსდგეს და ეს უნდა დაუბრუნდეს ბუნებით სამართალს, იმიტომ რომ ჩვენ თუ ბუნებრივად არ ვიარსებებთ ის რა ბუნების წესები კანონ თავისებურად თვითონ ბუნებრივი წესებით არ ვიცხოვრებ, სხვისი ნაკარნახევი წესები. რას ნიშნავს ბუნებით სამართლის პრინციპებზე მოწყობილი სახალხო სამართალი? რითი განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ ვიცნობთ? ძალიან მარტივია რა. აი ის ადამიანური შენ რო არ გაგიჩნდა იმის შეგრძნება რომ იმას წეროს იკითხოს და მე აგერ ქართველი ვარსებობ, ეს არის ბუნებითი რეაქცია. იმე ბუნებრივი რეაქცია მქონდა ეხლა აი დოკუმენტში რას დაწერა? გინდა ქორწინება აიღე, ხო? ზოგიერთ ცოლ-ქმარს საერთოდ არაა ქორწინების მოწმობა, მაგრამ ღმერთის წინაშე არსებობს სიყვარული, არსებობს შვილები, ანუ ბუნებრივად არის ოჯახი და ანუ ერთი არას წერე. ის თუ არ დამისაბუთებს, მე ახლა ჩემი ოჯახი თუ მაღიარებს ძლად და სიძეთ, ძალიან ბევრია ესეთ ჩემი. ხო, აი რაში მჭირდება იმის საბუთი. ანუ იმას გულისხმობ, რომ სისტემურად ქორწინება მანამ არ არსებობს, სანამ ფურცელზე არ გაფორმდება, ხოლო ბუნებითი სამართლის მიხედვით შეიძლება ფურცელიც იყოს, მაგრამ ბუნებითი სამართლით ოჯახი არის იქ, სადაც წყვილი შედგა და რეალურად შედგა, ხო მართალია? კარგი. და იმას გულისხმობ, რომ ამ ადათ წესების დაცვით შემდგარი სასამართლო იქნება ის ნამდვილი სასამართლო, რომელმაც თქვა დავა უნდა გაარჩიოს. რაც რეალობაა, ის არის ბუნებითი სამართალი. რაც არის რეალობა და რაც არის ბუნებრივი მომენტი. ყველა მომენტი, ყველა წესი, ან კოპიო არაფრის არ არსებობს. ერთნაირი არაფერი არ არსებობს. არ შეიძლება ერთ ჩარჩოში, ერთ გრაფაში, ერთ მუხლში ჩასვა ყველაფერი. აი წარმოვიდგინოთ ესეთი სიტუაცია, მე ან ვინმეს ადამიანურად რაღაცა პრობლემა შეგვექმნა ცხოვრებისეული სისტემასთან ურთიერთობაში და მინდა გავარჩიო ეს და სად არის ეს სასამართლო მიმასწავლე თქვა თან უნდა შევქმნათ ან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამის შექმნა თუ როგორ უნდა აეწყოს თუ აწყობილია უკვე და მე არ ვიცი. არა, ნუ ჩვენ უკვე რაღაც ძირითადი ეტაპები გავიარეთ. ნატურალური სამართალი შევისწავლეთ. შენ ხარ ერთადერთი სპეციალისტი როგორც ვიცი საქართველოში, ხო? თუ ვინმე გამოჩნდება კიდე ძალიან გამეხარდება. ძალიან თუ ვინმეს იპოვეთ ნატურალური სამართლის ცოდნეს. მე ძალიან ბედნიერი ვიქნები და ის მარტო ჩემ კისერზე არ დადგება. მოგწია, მაგრამ ეხლა არ თქვი რომ ნატურალურ სამართალს განსაკუთრებული შესწავლა არ ჭირდება და თქვათ ეს ბუნებრივი რაღაცებზეა დაფუძნებული. ან მაინც საჭიროა პროფესიონალი, ხო? არა, არა. ნახე როგორ არის, იცი? თუ არის მორალურად ტვინ გახსნილი, გონება გახსნილი სამართლის ცოდნა, რომელსაც თვითონ პროცედურული, ადმინისტრაციული პროცედურული წესები ესმის, დანარჩენი უკვე არის ბუნებრივად სამართლოზე დამოკიდებული ინდივიდუალურ ყველა საქმეზე სათითაოდ განსახილველად და არა კანონმდებლობა. ანუ განათლებაში გულისხმობ სულთა ადმინისტრაციულ ტექნიკურ ინფორმაციით აღჭურვას ადამიანის, ხო და ესეთი აღჭურვილი შენახა. უკვე არის სასამართლო სად მოვიდე? ნატურალური სამართალის წესები და ეს განათლება მივიღე, მართლა მივიღე ნატურალური სამართლის. შეგვიძლია ჩვენ ეს ხებსაც ვასწავლოთ, მაგრამ ჩვენ ქართველები ვართ. დიახ. და მე ეს ქართულად მინდა დავაარსო და გქონდეს და აღვადგინო და თქონდა. ჩვენი ბუნებითი სამართალი ზუსტად ვიცით რომ ქონდა, ეს არის მართლის მადიდებელნი. ჩვენი სახელმწიფო წესდებატი არ იყო, ან საეკლესიო წესდებატი არ იყო, ან რწმენის საგანი კი არ იყო, ეს იყო ჩვენი ისა რა ქვია, ჩვენი ერის მორალური პრინციპი იყო მართლის. მაპატია, მაგრამ მართლმადიდებლობა მე მგონია სარწმუნოების ერთ-ერთი სახე. მგონია არა, ესე არ არის ასე. აბა როგორ? ეს იყო ჩვენი ერის პრინციპი ცხოვრების წესის. ხო, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ეს არის საეკლესიო კუთვნილების აღნიშნული სიტყვა. არა? ანუ გახდა რაღაც ეტაპზე. მისაკუთრე ეკლესიამ სავარაუდოდ, არა? ეკლესიამ იყო პირველი რაც სამართალი წაგვართვა და მიისაკუთრა. ყველაფერი დაიწყო ეკლესიიდან. ბაბილონის გოდოლის მერე ყველაფერი მოხდა ეკლესიის თურმები იყვნენ, თუ პეტრე იყო, თუ პავლე იყო, რა დაარქმევ, მართლობა იყო ეკლესია რელიგია და მაგენმა მიითვისეს და პირველი საშინელება რა დაარქვეს, ამას სისხლის კანონი დაარქვეს. ანუ რჯულის სამართალი. რჯულის სამართალი. როგორ შეიძლება ამას რჯულის სისხლს ნიშნავს? კი ბატონო, ანუ სიტყვა სისხლის სამართალთან მიმართებაში ეკლესია მიხმარა პირველად. თორე ჩვენ მართალ მადიდებელნი ვიყავით, რომელიც ბუნებითი სამართლის სიმართლეს და მართლას ვადიდებდა. ძალიან დიდი ბოდიშმა ცუდი ასოციაცია გამიჩნდა. სიმართლე და სისხლი რა კავშირშია ეხლა? ხო, კაი კითხვა, რა კავშირშია?
ძალიან დიდად ისე ყბა აღებული გამაგებინეთ ახლა მე ჩემს ადამიანური ხო გაგიჩნდა უკვე საზღარი რეაქცია ხო აი მეც დავიკითხავ რა მე არასდროს არ მომწონდა სისხლის სამართალი სისხლის ეკლესიას თავის სამართალი აქვს და ქვია რჯულის სამართალი რჯული სისხლია რა შოშე სისხლის კანონი თქო ესე რომ შევხედოთ ის რაც თქვათ დაუწერელი კანონია რაც სისხლში წერია სტო გამართლებას ვცდილო არ არსებობს დაუწერელი კანონი რატო რომელი სამართალიც გინდა აქ შეადგენდა დაწერს მაგრამ ეხლა მე მახსენდება იგივე ქართული ლიტერატურიდან ან ხალხური გადმოცემებიდან რომ სამართალს ხალხი აღასრულებდა ეს ყველაზე სუფთად შემოინახა მთავ ალუდა ქეთელაური კაცია დავლათიანი საფიხვნოს თავში დაჯდების სიტყვა მაუდის წყლიანი ანუ არსებობდა საფიხვნო არსებობდა საბჭო არსებობდნენ უხუცესები არსებობდნენ ეკლესიასთან არაფერი კავშირში არ იყო ეს ისტორია მაგრამ რაღაც მომენტში გახდა ეკლესიის კულტურა მაპატიე მაგრამ დღეს სამართალს ეკლესია არ აღასრულებს სასამართლო სისტემა როგორ გეკადრება რომის იურისპრუდენცია გვაქვს ჩვენ ვისი ეკლესია რომი აბავინა რომი ეკლესია მაგრამ ჩემ სამართალთან რა კავშირში ჩვენი კონსტიტუცია ვისი სიტყვა საიდან მოდის ვინ დაგიწერა რატო ქართულად ახმარობ კონსტიტუცია ლათინური სიტყვაა არა ენაცვალე არც ლათინური და არც ბერძნული მოიტანა იმან რა ქვია ძველი რომის სამართალი კონსტიტუცია რა თქმა უნდა ყველაფერი მაგათ შექმნილი თვითონ ცხრიდან სათავეში და თვითონ არიან სათავე ოფისი არის ვატიკანი ადმინისტრაციული ოფისი არის ლონდონი და ძალოვანი სტრუქტურა მაგისი დამცავი ანუ ბუღალტერია და სამართალი ვაშინგტონი ხო რას მეუბნები რომ ბოლო ჩვენი ხელმძღვანელობა რომში ზის აბა ის ვისწავლიდნენ იმაში რომის პაპთან ყველა გზა რომში მიდის ამას ყველა გზა რომში მიდის დღესაც კაცო დღესაც იმ რომში ისევი თბილისში რომელი გზა ქუთაისში არა იცი რა რომელიც ეკლესიასთან არ მიყვარს ის გზა არ გვიდაო არა როგორი მორალი იცი რა რომის ეკლესიასთან მიმსვლელიც არ მინდა ნამდვილად არ უნდა მიხვიდე რას დარბიან ესენი წარამარა რომში კითხოთ ერთი გავხსებებ პასუხი ამ ბოლო დროს მე მართლა ვიკითხე იმიტომ რომ ჩემი აზრით ცნობილი ვიზიტი ვატიკანში ხო მარტო ჩვენი არა ჩემი აზრით უნდა მიდიოდეს იქ სასულიერო ელიტა ანის რატო უნდა მიდიოდეს არ უნდა მიდიოდეს მაშინ როცა ვიძახით რომ ისინი წვალებლებია არ უნდა მიდიოდეს ნამდვილად არც ისინი არ უნდა მოდიოდნენ არც ერთი მთავრობა არ უნდა მიდიოდეს და არც ესე მაგრამ იცი რა ვერ გავიგე შენი რწმენა არის საერო ხელისუფლება რატო დადის და მაგიტო დადი აბა მაგაც დაქონდებარებაში არიან თუ ერთმანეთში ალიანსში არიან თუ დიდი ბოდიში ანუ საერო ხელისუფლება იმიტომ დადის რომ პატრონი და სუზერენია რომის პაპი ჩვენი ან პატრონები ან ალიანსია აბა როგორ გითხრა ხა სხვა ერთმანეთთან რა კავშირია დირექტივების მიმცემი რა ვინ ვისი სათავეში გახდა ზოგი ძალიან ისეთი ფანატიკოსი მოწმუნეები იძახიან აუ ქართული მართლმადიდებლობა დგას უწინო იმიტომ შევყავართო ჩვენო პირველებიო წინო და აი იესო აუ ყველაფრის ის ვის შევყავარ აი ცეცხლი რო გადმოდის და იქ მართლმადიდებლებს უშვებენ მარტო და სხვა საუშვებენ ნუ ვაფშე საერთო იმაში კაცო წმენა კიდე ეს ძალიან პირადული საკითხია ყველასი ხო მაგრამ წმენა რომელიც სამართალს აღასრულებს აღარ არის პირადული საკითხი აბა სადაც ეს ჩვენი რომის აი ხარ მითხარი რომ შესასამართლოშიო რომის დაწერილი კანონებიო კი ნაღამ გავგიჟდები ხლა მე მგონია დაწერილია იცი რა არ შემისწავლე საკითხი მაგრამ მგონია რატო ქვია საქართველოს უზენაესი სასამართლო აგიხსნი მომისმინე საქართველოს უზენაესი სასამართლო რატო ქვია რეალს ვინ დაარქვა რატო დაარქვა იმიტომ დაარქვეს ალბათ რომ შენ ჩამოგართვან უზენაესობა და ის იყოს უზენაესი არა მე ამაზე არა ვარ თანახმა მე ამაზე ხელი არ მომიწერი არა ვარ თანახმა ვის აქ მაგაზე ხელი მოწერია არა ბატონო როგორ გეკადრება არის ვინმე რომელი სამართალია და ეხლა თუ მეუბნები რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო რომში დადის გადაწყვეტილებების და რომის იმას მიყვება მაშინ მით უმეტეს არ მოვაწერ ხელს რა სულ კიდე უარეს გეტყვი მითხარი რომელი სამართალია შენ რო დაგიწერი არც ერთი აბა უზენაესი შენ ხარ რატო აწერ სამართალს დავწერ ხო და დაწერე
დავწეროთ უნდა. ქართული სამართალი. სახალხო სამართალი. ერის სამართალი. იცი რა, მოდი ახლა ესე დავამთავროთ, რომ უზენაეს სასამართლოს მოსამართლებს უნდა ვკითხოთ, იმიტომ რომ როგორ ჩანს წარეთ მომატყუეს. მეგონა რომ ქართული სამართლით მოქმედებდა ეს გუნდი. ეგაბრიელეთო რა. და ისეთივე შოკირებული ვარ, როგორც მაშინ, როცა გავიგე, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს და აპატიეთ, მაგრამ ყველას თავის თოვლის ბაბუა ყავდა, მე იმისი არ იყოს, მისი სამართლით. და აი იცი რა არის? ანუ საქართველოს უზენაეს სასამართლო ქვია, რომის სამართალს აღასრულებს, ეს არის ფიცი მწამს ბოლო მატვირი. რატო კაცო ყველა კანონის მიღებაზე იმ ვატიკანს იმას ვენეციაში არ აგზავნიდნენ? აბა, საბოლოო გადასაწყვეტად? რატო გიგაკვირდა? ცოტა არ იყოს გამომჩა მხედველობიდან. ვიფიქრე რომ ეს იურიდიული პროცედურაა, ხო? ისი კაცო, რა უნდა ვენეციაში ჩვენ იურიდიული პროცედურა? არაფერი არ უნდა. აბა რატო აგზავნიანი? იცი რა, ალუდა ქეთელაურის ქვეყანაში ვენეციასთან ბოდიში მოგვიხდი. მე კიდე უარეს გეტყვი. იცი მე რას კიდე უარესი რაღაცა. უარესი ის არის რომ ცოტა დაგვიმდე. ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენლობა, აბა შენ რა გინდაო, ჩამოეხსნაო სოფლიოსო გინდაო? აბა შენ არ გინდაო რომ სოფლიოსთან ურთიერთობაო შენ მეზობლებთანო? ანუ ამათ უნდა ხალხი იმით მოატყიო რომ ვითომ შენი მეზობლებთან შენ თუ საკუთარი სამართალი არ გექნება, შენი მეზობლები შენზე უარს იტყვიან, ან შენ ამბობ თუ არ შენს მეზობლებებზე, თითქოს ყველას თავის საკუთარი კონსტიტუცია აქვს. მაპატე, ერთწუთი გავიხედოთ ახლა გუგლში და მე მაქვს მეზობელთან საზღვარი დაკეტილი, ერთი კარგად გამოიხედეთ. ერთ შეხედეთ, აქ ქართულს ხედავს. აი მე დღეს ტრანსპორტში დავიყავი, ამოდენი სუპერფერები, არაფერს აწინააღმდეგო არ აქვს, მაგრამ არ ერთი კარგად გავახილოთ, თვალები ჩვენ აღარ და რა მეზობლები ხარ ხო? აბა და ის არა ესეც ერთი ფარსი ის არის, გაიგე მიდგომა. შენ იმ კაცო იმას თავის კონსტიტუციაში და ხო გააჩნია. კი. შენ რო საგარეო პოლიტიკაზე რომ ელაპარაკო, საშინაო პოლიტიკა ვის ხელშია გამაგებინეთ ხალხო. რომის და ვენეციის? მე რა ვიცი. არ არსებობს საშინაო, მარტო საგარეოზე დარდობს, ყველა საშინაოზე არავინ არ დარდობს. მოდი ჩვენ ვიდარდოთ. დარდობ აგერ და ვიძახი. ჩვენ გვინდა მოდი შევაჯამოთ. ანუ ჩვენ ნამდვილად ვდარდობთ, აი ამ მომენტიდან მე ვდარდობ საშინაო საქმეებზე. მე ვდარდობ იმაზე, რომ ქართველი იყოს უზენაესი. ამისთვის რა არის საჭირო ქართული სამართალი და ჩვენი კაპიტალის ფლობა. ქართველმა უნდა აღიაროს თავი ცოცხლად, მემკვიდრედ, თავი საქართველოს და ქართველად. მაპატი, თავის აღიარებაზე ჩაგეკითხები და მეც აღარ შეგაწყენ, მოდი პატარა პაუზა გავა.